მომავალ მსოფლიო თასზე ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის ავტომატური კვალიფიკაციის მოპოვება და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. აგრეთვე 2019 წელს ჩვენ გვსურს ვცადოთ მეოთხედფინალში გასვლაც. ეს საუკეთესო შედეგი იქნებოდა. დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენ შემდეგ 4 წელში ბევრი შრომა უნდა გავწიოთ. და პირველი ნაბიჯი მომავალი შაბათია, როდესაც გერმანიას დაუპირისპირდებით. ეს პირველი თამაშია მსოფლიო თასის მერე საქართველოში. შესაბამისად, გულშემატკივრებს, ჩვენს ოჯახებსა და მეგობრებს გვინდა კარგი თამაშის ხარისხი შევთავაზოთ. ეჭვი არ არის, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურს. გვინდა განვაგრძოთ მოგებების წარმატებული სერია ამ ტურნირზე. რა თქმა უნდა, ეს ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა, რადგან მსოფლიო თასისთვის კვალიფიკაციის პროცესის გავლა აღარ გვიწევს. თუმცა რეალობა ისაა, რომ ჩვენ მაინც გვინდა ერთათასის მოგება. ამასთან ჩვენ გვსურს, რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის. 6 ერის ტურნირში ჩვენ ყოველწლიურად გამოცდით რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს, რომლებსაც ექნებათ 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი. ახალი სახეების გამოჩენა ბუნებრივი პროცესია. ყოველ წელს ვიხილავთ მეტ ახალგაზრდა მორაგბეს, ვინაიდან მათ უწევთ სანაკრებო ასაკი. ამასთან ისინი უკვე მზად არიან ითამაშონ მაღალ დონეზე. წელსაც ნაკრებში გვეყოლება რამდენიმე ახალი მოთამაშე, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ 20 წლამდელ ნაკრებში თამაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ დიდი მომავალი ელიწია და ზუსტად ახლაა სწორი დრო, რომ ჩავრთოთ ისინი ეროვნულ გუნდში. წელს ნოემბერში ჩვენ ჩავალთ შოტლანდიაში და დაუპირისპირდებით მათ ეროვნულ გუნდს მარიფელზე. ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს შოტლანდიას ამ სტადიონზე ეთამაშება. ეს ძალიან დიდი მატჩი იქნება. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბერში გვექნება 2 მაღალი დონის ტესტ მატჩიც, ხოლო ოპონენტთა ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა. 2016 და 2017 წლის ივნისში ჩვენ გვეგმავთ ძლიერ გუნდებთან თამაშს. შესაბამისად, აღარ იარსებებს თბილისის თასი და წელს საქართველოს ნაკრები გაემგზავრება წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სადაც დაუპირისპირდება ტონგას, სამოას და ფიჯის. საკმაოდ რთული მატჩები გველეს. თუმცა ივნისის ტესტები არის ერთადერთი ფანჯარა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მაღალი დონის ტესტების სათამაშოდ. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ლევან მაისაშვილი უკვე ჩვენს გუნდშია. იგი საქართველოში ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ მოიგო შიდა პირველობა. ლევანი ყოველთვის ძალიან კარგ გუნდს აყალიბებდა, მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა. მაიკლ ბრედლი კვლავ ჩვენ გუნდშია მსოფლიო თასის შემდეგაც. აგრეთვე სამწვრთნელო შტაბშია ილია მაისურაძეც. მას საკმაოდ რთული წელი ერის, ვინაიდან 20 წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნის. თუმცა ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შედიოდეს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი. ჩვენ შეუთანხმდით ტულონს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდისას, რომ ისინი არ დაუძახებდნენ მოთამაშეებს საკლუბო მატჩებისთვის. სანაცვლოდ კი შევპირდით, რომ მათ მორაგბეებს ერთათასის პირველ სამ თამაში არ გამოვიძახებდით.